მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ჩაბლა რამიშვილი. ჩემი მშვენიერი თანაწამყვანის სახელი და გვარია დიანა ტრაპაიძე, ხოლო ჩვენი მეგობარი დაჩი გზელიშვილი გვიწევს თანაწამყვანობის ძალიან საპატიო მოვალეობას. მოგესალმებით. როგორ ახლა? არაჩვეულებრივად და დიდი მადლობა. მოგეწონა, შეეგუე? ამ ხელანდობის გამოცხადება. შეეგუე? აი ესე თანდათან მიჭირს. ეს არის პარსავ, ჯერ აი ტელევიზიის კაცი არ ახარ მაგ. მე ყოველდღე. არა, რატო ესეთი მიჭირავს შემოქმედები. რაღაც სტრანი წერი. ხუდოჟესტვარი და შემოქმედები. რადიო ჰოლდინგ პალიტრის ბურჯი დაჩი გზელიშვილი ერთ-ერთი ბურჯი ხო რომელიც ძალიან ბევრ ამას აკეთებს დაჩი შენი ინტერვიუები და შენი სტატიები პალიტრის გაზეთ პალიტრის მესამე გვერდზე არის ბესტსელერი და ხიტი მეტახმები თუ არა მარგველაშვილი ყავდა ბოლოს ხო კი თურმე ყოფილა ახან დიანა მიცის ამის შესახებ ყველამ ვიცით კითხულობს ამ გაზეთს მოდი დავიწყოთ დღევანდელი ამბებით დავიწყოთ მე ვიტყვი რა არის ახსულდა ოცნება რა კაკო ბობოხიძე გაილაშქრებს და ილაშქრებს ამერიკის იმპერიალიზმის წინააღმდეგ. გმარა, იანკი გოუხო. როგორც იქნება გამოჩნდა, რომელსაც ეროვნული აქვს. კი, და ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი. პრეზიდენტის სიტყვების გამხმოვანებელსაც კი უწოდებენ ბოროტიანები. მაგალითად, პარლამენტში გადატანის იდეა პირველად კაკო ბობოხიძე. ილაშქრებს ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ასკმი ქვიაო. ხოთა შორის კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის აკაკი ბობოხიძე და ეს დაადასტურა დღევანდელმა განცხადებებმა. ანუ ლოგიკური გაგრძელება იყო ვახტანგ ბალავაძის განცხადება, შოთა მალაშხია, ხოთა შორის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორის 24 საათის რედაქტორის პაატა ვეშაპიძის ერთ-ერთი გაზეთი არ არის, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი გაზეთი, რომელიც გაზეთია. ეგ არის ისეთი გაზეთი, რომელსაც პრო სააკაშვილისეული გაზეთი, რომელიც თუნდაც არ ეწყინებათ და ეგრე არ არის. ფუნქციონირებს ტენდერების და ეს თქო სხვადასხვა აუქციონების შესახებ ინფორმაცია იბეჭდება. მოდით გაზეთ ვერსიაში იყო პირველად ეს განცხადება, ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს, ან რატომა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, ვიდრე საქართველოს თუნდაც რუმინეთის ელჩი. ანუ რუმინეთის საქართველოსთვის იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცხელი სიტყვა თქვა, ცხელ თავზე თქვა. მაგრამ ტენდენციას საინტერესოა და დღესაც იგივე გაიმეორა, ანუ ცხელი ეს არ იყო ემოციის ქვეშ ნათქვამი. ანუ დაავალე შენი, მიუქციე ეს ამერიკას ბობოხიძე? ხო, ამ შემთხვევაში მე მგონი ერთგვარი შუქნიშნის როლი შეასრულა ბობოხიძემ და მასზე აი თომ წამე შუქი რომ მიდით დროა ესენი გონს მოიყვანოთო. რო ეს პოლიტოლოგიური წიაღსულა ჩავატარო მცირედი, როგორც ჩანს, აქ ლაპარაკი არის უფრო მეტად ორიენტაციით ვაჭრობაზე. რომ თუ ძალიანაც შეგვაწუხებთ შტატებისთვის გაკეთებული განცხადება იყო. თუ ძალიანაც გაგვიჭირებთ ახლა საქმეს და შეგვაწუხებთ ამ დემოკრატიაზე და რაღაცეებზე ლაპარაკს და ახლა ისედაც კაცი მართლაც ოჯახში ამყარებს წესრიგს და ვიღაცა მეზობელი რაღაცებს დრო იყო პრინციპში რომ გონს მოიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატები. მე ვფიქრობ რომ ეს უფრო წინასწარ ნიადაგის მომზადება, თუ პროცესები ისე წავა, რომ ამას მოყვება ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების მკაცრი რეაქცია, აქ უკვე იქნება განწყობა იმისთვის რომ ვინ ეკითხება მართლაც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ქართველი ხალხია უფრო მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანა და ჩვენი აზრი. არ შეიძლება მოხდეს რომ კაკო მოგიწევ რაღაცა თქვა და ხა მენაშუაში ვარო. არა, რატომ მხოლოდ კაკო შოთა მალაშხია დაახლოებით იგივეს ამბობს. მალაშხია ხო რას ბობოხიძესთან შედარებით რანგით ძალიან მაღალი. მოხდება თუ არა ამის გათვალისწინება ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად ჩავთვლით ჩვენ ამას საჭიროდ. ბალავაძემ თქვა რომ თუ ეს ეხება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და მეგობრობის საკითხს მისი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ არჩევნებზე და სხვა საკითხებზე საქართველოს მოქალაქეების აზრია მნიშვნელოვანი და პაატა ვეშაპიძემ თქვა რომ ჯონ ბასი სცდება დიპლომატიური რანგით დაშვებულ უფლებამოვალეობებს და უცერემონიოდ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ფოტოშოპის ამაზე ალბათ აჯობებდა ბატონ ბობოხიძეს და ძმათამის და მაშინ ეფიქრათ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ცხადია საელჩოს აქტიური მონაწილეობით ახორციელებდა მილიარდობით ღირებულების პროექტებს დახმარებას უანგაროს. ეს იყო დახმარებაც და რაც თავარია საკმაოდ პროექტებია განხორციელებული, ეს არის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, უსაფრთხოების გაძლიერება, პოლიციის გაძლიერება და სხვათა შორის პრეზიდენტის ბოლო განცხადება იყო, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით თუ პრობლემები შეგვექმნება, ამერიკის შეერთებული შტატები ვთქვათ დაგვიცავს ჩვენ. არ დაუკონკრეტებია რა ტიპის დაცვაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ასეთი განცხადებები. მაშინ რატომ არ თქვა, რომ რუმინეთის ელჩი დაგვეხმარებაო, ან რუმინეთი არ გვინდა? ანუ როგორ უნდა იცით, რომ თან ფული მისცეს ამერიკამ. მაგრამ არ ჩაერია. ყუას არ დაარიგა. სხვათა შორის ლანა ღოღობერძეს უსმენდი დღეს რადიო უცნობის ეთერში საუბრობ
ვფიქრობდა, რომ უამრავ დახმარებას ვიღებთ და რჩევის მიღების კულტურა არ გაგვაჩნიაო. ჩვენ უკეთ ვიცით ესენი ამბობენ. იცი რატო? იმიტომ რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, თუ ამერიკის ელჩი ამერიკა ზოგადად აი ესე დაინტერესდება აქ მიმდინარე პროცესით, მაშინ კაგობულოხიძის დონის ტიპებს დეპუტატებს კი არა. გაცილებით მაღლა მდგომებს მოუწევთ სერიოზული პასუხი, იმიტომ რომ ერთ-ერთი რითაც თავს იწონებდნენ ნაციონალები და ბოლო ნაციონალები, ეს იყო დასავლეთის და ამერიკის მხარდაჭერა. ეს ორიენტაცია. ხოთაშორის 25 მაისს ჯონბასის გაკეთებული განცხადება, რომელიც ოპოზიციამ შეაფასა, რომ მწვანე შუქი აუნთეს ხელისუფლებას, ხელისუფლების მხრიდან. მართლიანად, იმასაც ვიტყოდი. იქ არ ყოფილა არამდენი მწვანე შუქზე საუბარი, იქ იყო უბრალოდ თქვა, რომ ეს ყველაფერი უნდა მოქცეულიყო კანონიერების ფაქტში. მე ამოვიღე ეს განცხადება სპეციალურად, სადაც იყო საუბარი, რომ ადამიანებმა უნდა მოახერხონ მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნა და ამ აქციების შეფასებისას თქვა, რომ ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ძალადობის კონფრონტაციას ცდილობდნენ. იგივე თქვა სხვათა შორის თუ არ ვწდები ჯონბასამდე, თქვა ახალგაზრდა იურისტი. თამარ ჩუგოშვილის განცხადება იყო ასევე ინტერპრესით გავრცელდა მაშინ, ანუ მაშინ ეს განცხადებები იყო სწორედ გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ამ განცხადებას ეყრდნობოდნენ და ასე შემდეგ. ნაცარღები, ატრიალები. ეხლა ალბათ ხო, ეხლა არ შეიძლება, ეხლა უკვე ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვათა შორის. და მართლაც დრო არა ბოლო მოიღოს ამერიკელების თარეშის ქვეყანაში ხარ. ნეოიმპერიალისტების თარეში. აბარა, კაცი ვერ უცემია ციჩუმეში თავისთვის ხო. ხო, ვერ გაუხდიათ ფეხზე და ვერ გაუტორერებიათ. ამერიკა რა. კარგით, მოდით კიდევ ესენი ერევიან იქ რა ხდება? ხო, არჩევენ განცხადებებს. ლოს-ანჯელესში დაირღვა მართალია. და იმაში, მასაჩუსეტსის შტატში ირღვევა ადამიანებს უბლები. ვაკეთე? გაგვანებია. ისე რომ გააკეთე. ეხლა რომ უპასუხონ ამით. ეხლა შემოვიდა მეინის შტატის მოქალაქის ჯონ სევერინის განცხადება და ჩვენ გმობთ შელახული იქნა ის. სხვათაშორის კიდევ ერთი საინტერესო განცხადება ამ წუთებს სხვათაშორის ირაკლი ალასანია ხვდება ჯონ ბას და ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადება დასავლეთ საქართველოში დაჯგუფებების შეკრების შესახებ. ეს განცხადება ხელისუფლების მიერ იქნა შეფასებული როგორც პროვოკაციული, უზნეო ტყუილი და ბაჩუ ახალაიამ თქვა, რომ საერთოდ სისულელია და ჯონ ბასმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და ეს საჭიროებს ყურადღების მიქცევასო. დაინტერესდა ეს იყო ჯონ ბასი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. თვითონ ალასანია სხვათა შორის მოაყოლა თავის განცხადებას შემდეგი, რომ მას აქვს ძალიან ზუსტი ინფორმაცია, დაზუსტებული. მომდევნო განცხადებაში თქვა საკმაოდ სია აქვს, დისლოკაციის ადგილები, მეთოდები. და რომ სხვათა შორის ამას კავშირი არ აქვს. კავშირების საბჭოს გადაცემს რეზერვისტების ახალ სისტემასთან და მოგერიას მისცემს ამას ამბობს. გასაგებია. კარგით, გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე. გიგი უგულავა მისცა დღეს მისცა უკრაინულ გამოცემას ინტერვიუ და რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი ნაციონალური მოძრაობა, ვთქვათ, ეკითხებიან მის როლზე მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნაციონალური მოძრაობა ახლა მთლიანად საპარლამენტო არჩევნებზეა კონცენტრირებული. რაც შემეხება მე საკუთარი ისტორიული მისია უკვე შევასრულეთ, თუნდაც იმით, რომ პირველად ისტორიაში გავხდით თბილისის მიერ არჩეული, ხალხის მიერ არჩეული თბილისის მერი. ანუ ეს ნიშნავს, რომ სხვა შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ სხვა ამბიცია მას არ აქვს, ან თქვა სხვა რამე კონკრეტული თანამდებობისთვის ის არ მზადდება. ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ. შესრულებულ მისიაზე საუბრობს უკვე. ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ, რომ უგულავას აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ უგულავას ამბიციები პრემიერობაზე დაგმაყოფილდება სააკაშვილის მიერ. მე ეგეთი რამ არ წავედი. არა, სხვათა შორის პრეზიდენტობაზე არის იყო შეკითხვა პრეზიდენტობაზეც და მაინც და მაინც თავი არ გაუგიჟებია. უარით ხო? არა, უარით თქვა რომ ნაადრევია ამაზე საუბარი. შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საპრეზიდენტო და ანუ ჯერ ამაზე ვისაუბროთ. არა, თბილისის მერობა უგულავას კარიერის წვერვალი. მე მგონი ახლა უნდა მიხვდეთ, მაგრამ დაგმაყოფილდეს ამით, იმიტომ რომ მე მგონი არის. არა, რატომ მას ბევრად უფრო მეტი შეუძლია. რა, ნუ სხვადასხვა უფრო მეტი პროცენტი აიღო ვიდრე პრეზიდენტმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მას მერე რაც თბილისის მერიამ და საკრებულომ მიიღო დრაკონული კანონები, თუნდაც ეს
ალბედითი და მიბმა ხო? სხვათა შორის ნიკა გილაურმა თქვა დიდხანს ფიქრობდით ნაგვის გადასახადი რაზე მიგვებაო და ბოლოს ელექტროენერგიას მივაბიტო ეს ხო ბლოგერებთან შეხვედრაზე რომელსაც კვირის პალიტრის ერთ-ერთი ბლოგერი ესწრებოდა და დაიბეჭდა შემდეგ. დიდხანს ფიქრობდით რასისთვის მიგვებაო და ბოლოს ელექტროენერგიას მივაბიტო. კაი ერთი სხვა რაღაცები რომ მიაბან არ შეიძლება? მიზა მაგასაც მიაბავე შენ მაგაზე არის. ანუ დენს ნახა ყველანი ხوار თავად დენის garaში ხო იქნებით ყველაფერს მიაბავე? კი, დენთან შეიძლება ყველაფერს დაკავშირება. ხო და აი აქედან გამომდინარე, ეხლა პრეზიდენტობაზე რამდენად შეიძლება ქონდეს ადამიანის ამბიცია, იმიტომ რომ ხალხს ხსოვნება თბილისელებს რა დღე დაადგათ. აი ეს დენისა და ნაგვის და სხვა უამრავი კიდე. მარტო ხო არ არის ბევრი მომენტები არის. ფოტოშოს ეს პოლიტიკური შინაარსის ინტერვიუებს ნაკლებად იძლევა. ის უფრო თქვათ მისგან ბოლო არჩევნებზე უფრო მეურნის ტიპის შექმნეს. შეიძლება ფიქრობ რომ თავს ინახავს ესე თქვათ. არა, ეს ტენდენცია და რატომ? მისი ბოლო ყველა ინტერვიუ ძალიან არა ვარ განებივრებული, მაგრამ არის ძირთადად სამეურნეო ხასიათის, თბილისის ეხება დედაქალაქს და ასე შემდეგ. თქვათ პოლიტიკური შინაარსის მესიჯები, თქვათ ეს ბოლო ეს ერთ-ერთი პირველი იყო. ხელდა თქვა რომ ხალხს უნდა მიშაო, ოღონდ გაუმჯობესება. სხვათა შორის ესეც განმარტა ულუჩენი მიშა რა იგულისხმა რომ ხალხს ანტიმიშა კი არ უნდა ამავე ინტერვიუში წერს. არამედ უნდა დაუმტკიცო რომ როგორ უკეთესი მიშა, ანუ უკეთესი შესთავაზო ვიდრე სააკაშვილის. ანუ შესთავაზო უკეთესი მიშა ვიდრე ანტიმიშა. უკეთესი მიშას არ მოეწონა ეს და რო უთხრა კიდევაც რომ ეს ლაპარაკი. ამიტომაც ჩვენ ვიცით რომ ვანო მერაბიშვილი გამოირჩევა პოლიტიკური განცხადებებით რუსულ პრესაში. რუსულ მედიას აძლევს ერთადად ინტერვიუს და ნებისმიერ საძიებო სისტემაში რომ შეხვიდე, მხოლოდ რუსულ მედიასთან აქვს გაკეთებული კომენტარები. და საკმაოდ საინტერესო რაღაცებს აკეთებს ხოლმე მინიშნებებს. კარგით, ასევე გიგი უგულავა საუბრობს მისი პარტიის რეიტინგზე, რომელიც ყველა გამოკითხვის თანახმად 65%-ია ხვალ NDI-ის გამოკითხვები გახდება ცნობილი, მაგრამ ეს არ იქნება ალბათ პარტიული რეიტინგები, ალბათ პარტიებს როგორც წესი NDI დახურულ რეჟიმში ინდივიდუალურად გააცნობს. ეს იქნება ზოგადი ტენდენციები, ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ნახოთ ეს ბოლო განცხადებები ალბათ ვერ მოესწრება, რომ იქნეს ასახული. რომ მე ჟურნალს ხოლმე მედიაშიც ეს როგორც წესი, რომელ პარტიასაც კარგი პროცენტი აქვს, ის არის დაინტერესებული ინფორმაციით. მოდი ახლა პატარა ნიზლავი ხوار დავდოთ. შენი აზრით NDI რამდენს მისცემს 55% იქნება ჩემი სუბიექტური აზრით ნაციონალურ მოძრაობას, 22% იქნება ქართულ ოცნებას, 30-მდე. 55 ხო იმას? მიშას, რაც მოძრაობას. 55. უფრო 60. მე რა თქმა უნდა ეს ჩემი ხედვა კი არ არის, უფრო ვარ იმ გავლენის ქვეშ, ალბათ იმ მოსაზრებების გავლენის ქვეშ, რომ როგორც წესი NDI-ის გამოკითხვები, საარჩევნო საბოლოო ოქმები რაღაც ტიპის თანხმედრაში იქნება. ეს უფრო იქნება ერთგვარი პრეზენტაცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა. ახლა როგორც გასამო ანუ იმ უნდობლობის ველში ვარ მეც ალბათ ავტომატურად. NDI არის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელსაც კურირებს, აკონტროლებს რამდენად არ ვიცი შეიძლება ეს ზნები არ უნდა ვიხმარო. მთავრობა, ამერიკის მთავრობა, ხო? ამერიკის მთავრობის პოზიცია მეტნაკლებად გამოიკვეთა, არ არის ისეთი როგორც ბუშის დროს იყოს, ეს ბასი იმნეს ლაპარაკობს, რომ აგერ კაკობოხიძე პუმბერაზე კაცი, უპირისპირდება და ნუ სერიოზული პრობლემა აქვს ამერიკას ამ რეგიონში უკვე. მან არის შესაბამისად თუ ესე ფიქრობ შენ, რატო გონია რომ აი ესეთი დასკვნები დაიდება და ესეთი NDI ესეთ რაღაცას იზრდება. თუ რეალურად ეგრე გონია რომ ეგეთი სიტუაციაა. შენი აზრით რეალური რა? არა, არ მგონია რომ ეს იყოს რეალური, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, არ მინდა ხა NDI-ის საპირისპირო განცხადებაში ჩამეთვალოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საველე სამუშაოებს ატარებენ ქართული კომპანიები და ზოგადად საზოგადოებაში რომ არის, ვთქვათ, შიშის ფაქტორი, ესეც მოქმედებს ამაზე. არა, ძალიან ბევრი ზოგადად სოციოლოგიური. მიუხედავად იმისა, რომ მარწმუნებენ, რომ ძალიან კარგი ესე ვთქვათ, ესა აქვთ პროგრამა და ცდილობენ ძალიან ბევრი შეკითხვა დასვა და ისიც კი გამოაშკარავონ, თქვათ, იტყუება მომრჩეველი ცრუობს შიშის ქვეშა თუ არა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოება არის შიშის ქვეშ და ეს რეიტინგები არის შიშის რეიტინგები. ანუ შიშის გათვალისწინებით, ანუ პირველ ადგილზე გადის ის პარტია, ვისი გამოცხადებაც ყველაზე ნაკლებად უკნის პრობლემას, უკნის და არ ეშინიათ, მეორე ადგილზე ის ვისაც იმის ნაკლებად ეშინიათ, აი სულ ფიქრობ, რომ ეს არის თქო შიშის რეიტინგი და პირიქით.
არის დღევანდელ სიტუაციაში. მაგრამ ასევე პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან ემთხვევა ხშირად და არჩევნების შედეგებს ემთხვევა. კი და მეორე მხარეც არის შალვა, ერთი არის ის რაც დიანამ თქვა ვეთანხმები, რომ დღევანდელ სიტუაციაში, როცა ნახეთ ხო კონტროლის პალატაში ერთხელ ვინც კი იყო გაკარებული ოცნებას, მე დაიბარეს და რა დღეს ჩაყარეს. ვიცით მე ვიცი რომ არ შეეშინებ ასე მე ვინც გადავიდა. არა, არ შეეშინე, მაგრამ როდესაც ტარდება ესეთი სოციოლოგიური გამოკითხვა, ფონი იქნება ძალიან ფონი არის ხო ძალიან ცუდი და არავინ არ იტყვის ეს ყველა რაღაცას უთხილდება ხო ეს ერთი მხარე მაგრამ მეორე მხარე ის არის რომ აი ესეთი ძალთა თანაფარდობა პარლამენტში არ არის გამორიცხული რომ აწყობდეს იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც იმიტომ რომ 50 55 რატომაც არ იმიტომ რომ კი უბრალოდ მნიშვნელოვანწილად შეიზღუდოს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობას 3/4-ია ისედაც საკონსტიტუციო არ მგონია საკონსტიტუციო ჩვეულებრივი უმრავლესობა კონდეს და იყოს თქვათ შეზღუდული ის როგორი რაღაცა ჯერ კიდევ გამოსაცდელია შეიძლება ივანიშვილის ძალა რეალურად ესე თქვა ან რამდენად პროდასავლელია დასამტკიცებელი მოაკიდებინებენ დასამტკიცებელი აქვს რამდენად მყარად პროდასავლელი საჭესზე ხელს მოაკიდებინებენ და მე შეხედავენ ხო და ეს გადაწყვეტა პრეზიდენტის არჩევნებში იცი როგორი მომენტია ხო გინახავს მანქანის სასწავლო მანქანები როა მუხრუჭის ის სატერფული რო გვერდით მჯდომსაც რო აქვს ხოლმე ანუ თლად კონტროლს არ აქვს მე მგონი რომ ასეთი გეგმა თუ არის ოცნება ამ გეგმას არ უნდა აყვეს და მაქსიმუმი უნდა შეეცადოს. ჩემი აზრით, კარგი პიარის და კარგი პოლიტიკური პროპაგანდის შემთხვევაში სავსები შესაძლებელია არჩევნების მოგება. მე ესე მიმაჩნია. არ ვიცით, კარგი პიარს სჭირდება კარგი და ფართო ნაციონალურად მაუწყებელი მედია საშუალებები. ხო, ასე ვიცით რომ პრობლემები ექნება. იმ მაუწყებლებსაც კი რომლებიც ჯერჯერობით არ მაუწყებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გულისხმობთ მეც რეაქს, რომელიც ჯერ არ გასულა ეთერში და მე მინდა მაინც წინა ფრაზას დაუბრუნდე შალო, ვფიქრობ, კი, შესაძლებელია და უნდა სცადოს ქვეყანამ, რომ ერთხელ მაინც მოახერხოს კარგი არჩევნების ჩატარება და თუნდაც ვთქვათ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს არჩევნების გზით და ალბათ შესაძლებელია, იმიტომ რომ მე მაინც ვიხსენებ, რომ 2008 წელს ძალიან ახლოს იყო ოპოზიცია. თბილისში წააგო პირწმინდად სააკაშვილმა, რამოდენიმე ქალაქში ასევე წააგო, ზოგიერთში თანაბრად იყო და რომ არა ამ ბეღელებიდან მოტანილი ხმები აზერბაიჯანელების სომხების და ასე შემდეგ. და პროტესტიც იყო ძალიან დიდი და ალბათ ვფიქრობ, რომ აქ ოპოზიციასაც ბოლომდე უნდა ებრძოლა შესაძლოა საზოგადოებასაც. არ ვიცი, მე პირადად მახსოვს იმ პერიოდში აქციებზე დავდიოდი, მაგალითად იპოდრომის აქციაზე ვიყავი ბავშვებთან ერთად. მაგრამ მაშინ ტაქტიკა არ უარგოდა მსლად ოპოზიციას, ვერ ვიტყვი. შესაძლოა გასაგებია, კი ვისაუბრებთ მაგ სტატიაზე, სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო იმ არჩევნებზე. მეორე დღეს ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ გუშინ კახაკუკავასთან ერთად ამის შესახებ გამოვიდა ჰასტინგი კონგრესმენი, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო დემოკრატიამ ტრიუმფალური ნაბიჯი გადადგა. ეს იყო 2008 წლის 6 იანვარს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სადამკვირვებლო მისიები რა განცხადებებს გააკეთებენ. როგორც კი გაკეთება მხარდამჭერი განცხადებები, ამას ააფრიალებენ ნაციონალური ტელევიზიები საპროტესტო ამბის დასაძბულად რა. ხო, მაგრამ ასევე საინტერესოა კოალიცია, რომელიც თავარ საპირწონეთ ითვლება, მზად იქნება ამ პროტესტისთვის და აქციებისთვის. სტატიას მინდა დაუბრუნდე, ძალიან საინტერესო სტატია, რომელშიც ესეთი თემაა განხილული, რომ რამდენად არის მზად ახალი რასკლადი ბოდიში რუსულისთვის არის ნაჩვენები, როგორ ცდილობს სააკაშვილი გაარადიკალუროს ვითარება და როგორ ანელებს ტემს შეგნებულად და გამიზნულად გეგმის მიხედვით ივანიშვილი. ცხელი და ცივი შეიბნენ ასეთი სათაური აქვს ამ ბლოგს და სამ სცენარზე აქვს საუბარი და შენც რომ მაყურებლისთვისაც რომ იყოს ცნობილი, უახლოეს თვეებში ნაციონალურ მოძრაობაში გაჩნდება ნაპრალები და ურთიერთვერდაჩმორების ბალანსი არჩევნებამდე შეიცვლება საპროტესტო მოძრაობის სასარგებლოდ. ეს არის გიანოდიას ტერმინი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, აი ურთიერთვერდაჩმორება იყო, ანუ ისიც ძლიერი იყო, ისიც და ანუ ეს ტერმინია გამოყენებული. მეორე ვერსია სააკაშვილი შეძლებს პროტესტი მაქსიმალურად გააცხელოს და შემდეგ იმდაგვარად ჩაახშოს, რომ მართვის სადავეებს ისევ დაეუფლოს და ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ჯიუტად დუნე ცივი პოზიციით ყოველდღიურად გაანეიტრალოს ხელისუფლების შფოთი და მივიდეს არჩევნებამდე. ანუ ასეთ სამ სცენარზე საუბრობს ია. თუმცა ასევე ამბობს, რომ ძალიან საინტერესო რა მოხდება არჩევნების დღეს.
პრინციპში განცხადებისთანავე მე მქონდა სხვათა შორის პალიტრაში, შესაძლოა ნახსენებ რუბრიკაში ლაპარაკი რომ საუბარი მაგაზე რომ თავარი მიზანი ივანიშვილისა და მთავარი პრობლემა იქნება არჩევნებამდე მიღწევა ისე რომ არ მოხდეს ქუჩაში გასვლა. დღესაც ფიქრობ თვლი რომ მისი მთავარი ამოცანა არის ეს მოახერხოს არჩევნებამდე მიღწევა ისე რომ რაღაცნაირად ტემპერატურა შენარჩუნდეს, როგორ ვთქვათ, საშუალოზე უნდა მაგალითად 50 გრადის ცელსიუსზე. ოღონ აი აქ არის ყველაზე რთული ამოცანა, იმიტომ რომ ეს ტემპერატურა 100 უნდა დაეცეს დაბლა, თუ დაეცა. და არც ძალიან მაღლა არ დაიცეს. ნელიცეც. ხო და მიშა ყველაფერს გააკეთებს რა თქმა უნდა. კაკი ნელცეცხლზე უნდა მოიშუშოს. მოდით კიდევ ერთი საინტერესო წერილია, ეს არის პოლ რიმპლი, ესეთი ჟურნალისტი. ალბათ მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, როდესაც სამ მედია საშუალებაში იყო იდენტური ტექსტი, ისევ ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ სტატიაზე, ქიმერძის საქმეზე, რომელიც დაიბეჭდა რამდენიმე დღის წინ, დღეს ისევ იბეჭდება ამ ფაქტთან დაკავშირებით წერილი საერთაშორისო მედიაში და ანუ გრძელდება მოდელირებული ქრონიკის შემდეგ, ალბათ ყველაზე ესე ვთქვათ, გამოხმაურებადი ფაქტია. გამოხმაურებადი ფაქტია და ძალიან ბევრს ვფიქრობ, რატომ მოხდა ეს, იმიტომ რომ აი ეს იყო დაუდევრობის შედეგი, ეს იყო თქვათ ის რომ უკვე ჩათვალეს რომ პრობლემა რაცოდაც იმიტომ რომ აქამდე იცი რა იყო თავის მართლების მომენტები იყო ვიცით ხო რა მოხდა ხა ზოგს მიშა მოსწონ ზოგს გრიშა კერძო ტელეკომპანიაა და იქამდე რატო აქვს კერძო ტელეკომპანიას ერთნაირი ვერსია ანუ რატო ალაგებს მე რა მოხდა აქ თუ აქ უკვე არა როგორ ვერ იტყვი რა ვერ მე რა აქ უკვე იმიტომ რომ ცენტრალიზებულ კონტროლზე იყო თუმცა რომ რა მოხდა იქნებ სამივეს ერთნაირი სიტყვებით მოვლენის აღწერა ერთნაირი კადრებით ერთი კამერით გადაღებული კადრები. ცოტა რა მოხდა ეგრე მაშინ ბევრ ამაზე შეიძლება რა მოხდა. მაშინ თქვა წავიკითხავ ფრაგმენტს. დასავლეთში ხალხი იმასელის რომ ამბის მონაწილე ყველა მხარის პოზიციას მოისმენს. ქართულ მედიაში არსებობს მხოლოდ ამბის ჩვენი ვერსია. მთავარი ქართული ტელევიზიები არასოდეს ივარაუდებენ რომ ვიღაც ბოროტმა პოლიციელებმა შესაძლოა მოკლეს პატიმარი. მათი სამუშაო შემდეგში მდგომარეობს. მათ უნდა შეგვახსენონ რომ ყველა პოლიციელი კარგი ბიჭია და პოლიციის შუშის გამჭვირვალე ნაგებობები ტრანსპარენტულობისა და პატიოსნების გარანტიას წარმოადგენენ და საინტერესო ფინალი აქვს. უფლებადამცველები ამბობენ რომ მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში უკეთესია ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ მათ ავიწყდებათ რომ საქართველოს თავს დასავლურობის ნიმუშად წარმოადგენს. ადამიანები დაღალა პროპაგანდამ დააინტერესებთ. როდის შეეძლებათ ამბის ორი რაკურსის გაგება ისე რომ ამისთვის ერთი მიკერძოებული არხიდან მეორეზე სირბილი არ მოუხდეთ. აქ იგულისხმება ამ სტატიაში თქვა რაღაც ფრაგმენტები არ წავიკითხე რომ ოპოზიციურად განწყობილი ორი არხი არსებობს მაესტრო და კავკასია. ანუ ფაქტიურად ავტორი ამბობს რომ ორივე არის მიკერძოებული. იცით რა არის შესაძლებელია იყოს მიკერძოებული, მაგრამ ჩემთვის ეს სამართლიანია, იმიტომ რომ თუ ლაპარაკი რო ყოფილიყო იმაზე რომ აი ვიღაცა სადღაც რაღაცნაირად ესე ოდნავ შიგადაში გუჭერს მხარს, შეიძლება და მოგეთხოვა თქვა კავკასიისთვის, მაესტროსთვის სხვა ეს ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებისთვის ობიექტურობა და სრული ბალანსის დაცვა, მაგრამ როდესაც ესეთი სიტუაცია ბალანსი ვერ შედგება მედიაში, მაინც როცა ერთი არის ნახეთ ხო, სამი ეგრეთ წოდებული ვიორსტკა იწერება ერთი კაცისგან მე მგონი იქა. და ამბავს ამბობენ ის რომ რაზია ამბავი არ ყვება. ხო და ეხლა ერთი იყოს ესეთ პოზიციაში, კონდეს ფული, კონდეს თელ საქართველოზე მაუწყებლობა, კონდეს რა ვიცი ყველანაირი ტექნიკური საშუალებები და ვიღაცას მოსთხოვო რომ იმან თეთრი ხალთათმანებით ჩაიცვას და რაღაცნაირად ესე იმათ ილაპარაკოს დელიკატურად საკითხებზე. არ ამგონია. არ გამოვა ესა. მე უყურებ მაესტროს საინფორმაციო გამოშვებებს, სადაც აუცილებელია ბალანსის დაცვა, იმიტომ რომ საავტორო გადაცემებში სრული სურათი, მე ასე ვფიქრობ. საავტორო გადაცემებში ვერავინ ვერ მომთხოვს, ვერც მე, ვერც დინა. არა, მე გულისხმობდი ბოდიში შალო, გულისხმობდი სწორედ საავტორო გადაცემების თვალსაზრისით. შალო აქ მოსვლამდე, საინფორმაციოზე ხო ვერ აგინდა კაცო, აგერ უკვე გადმოგიყვანეთ. სხვა ტალღაზე. სუბიექტური აზრი ქვია გადაცემას. ჩემი სუბიექტური აზრი უნდა თქვა, ამაზე ახლა ეს არის და ყველა ამბობს ალბათ მაყურებელი მე მაგალითად უყურებ საინფორმაციო გამოშვებას ვერაფერი ოპოზიციური განსაკუთრებული ვერ დავინახე. თუ რაღაცების ისეთების გაშუქება, რაც არ ხდება რუსთავი ორზე და იმედზე არის ოპოზიციურობა, ხო? ეს კი ბატონო, მაშინ კი არის და სხვათა შორის არის დებატები და არც ერთ არხზე არ არის დღეს პრინციპში საზოგადოებრივ უწყობელში არის აქცენტები, თორემ სხვა არც ერთ არხზე ეხლა პირველად დიანასთან შეიძლება მოსულიყვნენ უმრავლესობის წევრები. ჩემთან არ მოდიან, იმიტომ რომ მათთვის მიუღებელია ჩემთან ხო ეთერში და მოურძალდნენ ბატონო და ჩემთან დებატებში აგნებავთ საუბარში დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე.
არავინ ხელს არ კარგი, დავასრულოთ ეს ბლოკი, თუმცა აუცილებლად მინდა ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობდით კანონზე, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და გარკვეული შესწორებები შევიდა, რომელზეც არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია. კრემლმა უკან დაიხია, აღარ არსებობს, თქვათ, პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება, ასე ვთქვათ, ჯარიმის რაოდენობა ნახევრდება, ამორჩეულს აღარ დაეკისრება. აღარ 5 მაგი იქნება, 4 მილიონის მაგრად 2-ს გადაიხდის, 10-ის მაგრად 2-ს. ეს იცი როგორი სიტუაცია არის, აი ბავშვი რო ცუდად რო იქცევა და მე ოდნავ რო გამოსწორდება და ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს შობელი რო ახალისებს რომ უიმე კარგი ბიჭი ხარ არაჩვეულებ კარგია ვიდი როგორმე გასაგები ეს ძალიან კარგი ცვლილებებია ვთქვათ თუმცა საინტერესო რომ ვენეციის კომისია განიხილავს ამ დღეებში და ეს იმას უფრო უკავშირდება თუ ქართული არასამთავრობოების აქტივობას ესეც ალბათ სადაო თემაა მოდით ივანიშვილს 2 მილიონს ჩემთა გადაახტევინ ეს კიდე და ეს ჩემთა ალბათ მე მგონი როგორც მახსოვს 999 ძალიან ბევრია და აშენდა მოგელაძე რეკლამის შემდეგ გოგი თოფაძესთან ერთად დავბრუნდებით და გველოდებით. დიდი მადლობა დაჩის. მადლობთ. დავიწყეთ. ახლა ძალიან საინტერესო კაცთან გვიწევს საუბარი, ოღონდ საინტერესოა ამ კაცთან. მე და შინბორთის კაი საუბარი გამოვიდეს ხოლმე. ბატონი გოგი თოფაძე, სანამ რეკლამა იყო, მითხრა რაღაცები ვილაპარაკეთ მის ბიზნესზე, ახლა გადავიდეთ პოლიტიკაზე. ბატონი, პირველ შეკითხვას დაგისვამ, თქვენ თქვით, ყველაზე კარგად იცნობდით ბიზინა ივანიშვილს, როგორც ამბობთ, ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც შეხვდით და ერთ-ერთი ბოლო ხართ, ვინც კოალიციაში შეხვედით. რატომ რამ გააჭიანურა ეს პროცესი? არა, იცით რა, რადგანაც დღეს ყველა მაგას მეკითხება ეს ბოლო ხარი. ხალხავთ აქამდე. დღეს მე პირველივე დღეს განვაცხადე, რომ მე ვიქნები აქ, მაგრამ ეხლა პოლიტიკური პარტია გვაქვს, თავის აქტივები აქვს ამ პარტიას. ეხლა როგორ არის დემოკრატიული პრინციპებით არის ჩვენი პარტია ჩამოყალიბებული. არა, უნდა ეხლა კრებულობას შევატარებთ ეხლა ალბათ ჩამოყალიბებული. კრებულობაზე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება შეუერთდებით თუ არა? არა. გაფორმდება გადაწყვეტილება. უნდა გაფორმდეს. ზურაბ კრებულობაზე ამბობდა რომ დამოუკიდებლად უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობა. გაგცემთ ამ უწურო პასუხს თუ მომცემ დროს მაგის 2-3 წუთს. ესე იგი, ეს ისეთი პროცედურაა, უნდა დავიბაროთ, ჩამოვლე რეგიონიდან, დავაყენებთ, ახლა აზრი იყოფა. ზოგი ამბობს, რომ ჩვენ, რადგან ბიზინა იმის ძალა აქვს, რომ შედარებით პატიოსანი არჩევნები ჩაატაროს, შედარებით. მაშინ ჩვენ ისედაც გავალთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რას გვიშვებოდნენ ჩვენ წინა არჩევნებზე. ნუ აბსოლუტურად პრივატიზებული პროცესი იყო, მაგაზე არ მეკამათოთ ეს არჩევნები, ყველა და ხო მეორე ნაწილი ამბობს რომ მოდი ერთად რა თქმა უნდა თქვენ რომელ ნაწილში ხართ ერთად რა თქმა უნდა მეორე ნაწილში არის კიდე ცოტა სხვა მომენტებიც რაიონში ძალიან ატერორებენ ჩვენს ხელმძღვანელებს ძალიან ბევრი 7 კაცი დააპატიმრეს თქვა ვიღაცები ცხეშია რაღაცები და როდად უფრო ესე ვთქვა ცხარე ბრძოლაში შესვლა და ქართულოსნებასთან ასოცირება შეიძლება გადაიდოს ეს პროცესი ყველას რაღაცა ამიტომ ჩვენ მომავალ შევიკრიფებით ალბათ გვექნება ყრილობა, ყველაფერი ძალიან მაგალითად გაირკვევა და თუ თქვენ კიდევ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ, მე წასული ვარ ჩათვალეთ, მაგრამ მე უნდა ჩემ პარტიას შემწევრებს. თუ პარტია წინააღმდეგი იქნება, პარტია ცალკე წავა და თქვენ წავდე? არა, მე როგორც პარტიის ლიდერი მაქვს უფლება ჩემი განათლება მიღო, მაგრამ მე მგონია რომ აუხსნათ უნდა, ახსნას საჭიროებს დამატებით. ახსნა არ დაჭირდა, მაგრამ ხო, მაგრამ რა პერსპექტივა ქონდა ამ პარტიას? რა პერსპექტივა ექნება ამ პარტიას დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა? მეც დაგეთანხმებით, რომ არც ერთ პარტიას მე ვფიქრობ, ორი ბანაკი იქნება რა. ალბათ ვერა კაცო. ორი ბანაკი იქნება ერთი ბანაკი, იქნება მეორე. ის ესე იგი ფსევდო ოპოზიციური პარტიები, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება მიიყვანს ხოლმე პარლამენტში ამდენი შანსი აღარ ექნება რომ იმათაც დაეხმაროს. ეხლა ვილაპარაკოთ ბიზნესმენურად რა. აქტივი რა გაქვთ თქვენ ალბათ პარტიას? რა რითი შეგახართ? რა გაქვთ? რა შეგაქვთ აი ამ სააქციო საზოგადოებაში? გასაგებია ეს კითხვა შენი და საკმაოდ გარკვეული ხარ ბევრ საკითხში შენი. ჩვენი აქტივი არის რა. 99 წელს ჩვენ რომ პირველად ჩამოვაყალიბეთ პარტია გადავლახეთ 7%-იანი სკუდე. მაშინ ორი სამთავრობო პარტია იყო აღორძინება და მოქალაქეები და ჩვენ მარტო ახლები იქ იყვნენ გადავლახეთ და ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი
არა. მოკავშირში იყო ახლები, მერე გამოეყვნენ რა. ჩვენ ვიყავით პირველ არჩევნებში. მხოლოდ 2003 წელს მეორე არჩევნებში მე როგორც გახსოვთ, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი წიოდა რომ მარტო ერთპარტიული პარლამენტი უნდა ღონეს, იმ ბოლო მომენტში ჩვენ მივხვდით რომ აქ მარტო და ჩვენი თანამოაზრეები, ახალი მემარჯვენეები თქვენ შეხვედით გადაახტბარეთ. შევერით. მე იმავე მეორე დღეს რომ დავინახე შემადგენლობა ვინც იყო, დავტოვე პარლამენტი და ძალიან ისე წამოვარდი. ეს და მე შემდეგ იყო ადგილობრივი არჩევნები 440-ზე მეტი დეპუტატი ყავდა. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყავდა მე მგონი მაშინ და შევარდნაძის ფრანცული პერიოდი 2006-ში. შევარდნაძის პერიოდს ლაპარაკობ ჯერ კიდევ. შევარდნაძის პერიოდში ხო. აქ დაგროვდა ის აქტივი, ანუ ჩვენ როგორც წარმატებული პარტიას, ახლა როგორ იყოფა იცით? ახლა თქვა ბლოკი რო ხარ, თქვა რაღაცას მიაღწიე. კვოტა გაქვთ რაღაცა? ხა საარჩევნო კომისიებში გაქვთ ადგილები, ხო? კვოტა უნდა. აი ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი შენატანი. 3700 საარჩევნო უბანია დაახლოებით, ჩვენ ყავს ყველა უბანში ერთი დანიშნვის უფლება, ხო? რა თქმა უნდა, ერთი წევრი და ორი დამკვირვებელი. გარდა ამისა 73 საოლქოა, ხო, სადაც იქაც ყავს ერთი დამკვირვებელი და ერთი წევრი. ამიტომ ვართ საინტერესო ყველასთვის. არა, გარდა ამისა, პირადად თქვენ ხართ თუ არა საინტერესო. თქვენ მოგყვებათ ხალხი, აი 50000 ხმას მიიტანთ, პირადად თქვენი აზრით. ერთხელ 180.000 ავიღეთ იმ პირობებში 99 წელს. მე ავიღეთ 162, იქაც გადავლახეთ, ნუ ერთად. ბოლო არჩევნებზე რამდენი აიღეთ ის უფრო თქვა. ბოლო არჩევნები იყო ადგილობრივი რო იყო ახლა, ხო, ნუ ქალაქის მერის არჩევნებზე ლაპარაკობთ, ხო? ნუ დავიღეთ, ძალიან ცოტა რაღაც 5%-მდე ავიღეთ, მაგრამ ვიმეორებ არჩევნები, მოდი ამას იმ პოლიტიკურ პროცესს ჩვენ ნუ არ ხვდეთ არჩევნებს. კარგით, ეხლა იმედი გაქვთ რომ იქნება, თქვათ, განსხვავებული არჩევნები, ვიდრე იყო 2010 წლის მაისის არჩევნები. სულ ყველა სხვა შორის, იმიტომ რომ ბიძინა ისეთი პერსონა, ისეთი ფიგურა, რომელსაც ძალა არა გაუბედავენ ამას კი არა კაცო. არ მისცემს, ხო არა, არ მისცემს იმის საშუალებას, იმისაც ალა ფილანთროპი არ არის, ბიძინა მოგესწენებათ, უნიჭიერესი კაცია. თქვენი და ივანიშვილის ეკონომიკური ხედვები ემთხვევა ერთმანეთს, იმიტომ რომ ეკონომიკური ეკონომიკური საინტერესოა. აბსოლუტურად ეკონომიკური. ბატონი გოგი არის სოფლიო სავალუტო ფონდის და აი ამ სხვა ფონდების რეგულაციის წინააღმდეგი. და ეკონომიკაში ლუკაშენკოს მსგავსი ფიგურაა, ჩემთვის მისაღებია ერთ-ერთ ინტერვიუში. მოდით ყველაფერი გავარგეთ. ნუ აყვები ზოგიერთ ჟურნალისტს რომელსაც უნდა არა შეგიძლიათ ამიტომ გეუბნები დაწერა ეს ერთ-ერთმა გაზეთმა თქვენი ფრაზა რომ ჩემთვის მისაღებია ეკონომიკაში ლუკაშენკოს მსგავსი ფიგურა არ გითქვამთ ასეთი ფრაზა როგორ არ მithქვამს ჩამოვედი იქიდან და იქ ვასხავ ჩვენ ლიმონადს და ჩამოვე ვნახე მე ლაპარაკობ რას გარკვეულ საკითხში ლუკაშენკოს რო ვაგინებ ჩვენა და ბატკა და ისე და დასცინიან თავის ქვეყანა პრეზიდენტს ნორმალური ურთიერთობები აქვს და საქმეთა მინისტრიც გადის მინსკში ყველაფერს მიაღწია აქედან ამერიკა ებრძოდა ევროპა რუსეთი ხო გაიტანა თავისი ყველა წარმოება მუშაობს აი ამან გამოვაცხადე მე ესე დიდი ბელაზი და ბელარუსები და ესე გამოდის მაცივარი მინსკი არა ნაწილობრივ იმიტომ გითხარი თავიდან რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში შეიძლება რაღაცა გამოსაყენებელი რატოა საშინელება არ მოხდეს პატერნალისტური მიდგომა ეკონომიკაში რომ სახელმწიფომ რაღაცები უნდა არა მომისმინე კერძო საკუთრება არ არის კბილს რომ აკეთებს სახელმწიფო როგორ გეკადრება კერძო საკუთრება აქვს არა ეს არც ეგ არ მომწონს რა გინდა კაცო ეხლა ის რო არ მომწონს ეს უნდა მომწონს კერძო საკუთრება ძალიან ძალიან ბევრი უდიდესი ქარხნები მუშაობს და რაც თავი რა მომწონს მე ბელორუსიაში ვიყავით დავათვალიერე სულ რაც იგი აი თქვა განსაკუთრებით ეს მარკეტები და ესე აი ნუ თქვათ მაკარონი ანუ ძე მაგრამ ბელორუსიაში ყველაზე აჭო ნუ არ ვლაპარაკობ მაკარონი დევს 14 სახის დავთვალე გადავიღე და მაგ 14 სახის რამოდენიმე ადგილობრივი ერთი დევს იტალიური უკან დევს სპაგეტი და ძვირილს ღირს 4-ჯერ ამაზე ძვირი იმიტომ რომ ის აქვს რა ქვია აქციზი აქციზი მაკარონს როდის აქვს ნუ აქციზი კი არა გადასახადი არა გადასახადი აქვს მაგრამ მოდი მივუდგეთ სხვანაირად ის კაცი ცდილობს რომ თავისი გაასაღოს ამაში არის
მისაბაძე. და ხარისხი რომელი ჯობია, ბატონო. არ გამიშინჯია, მაგრამ არ შემორჩებოდა მე. საუბრიათ ამ თემაზე, ანუ მისთვისაც მისაბაძია ლუკაშენკო როგორც რა თქმა უნდა, რა თქვენ გონით ივანიშვილს რა ის ურჩევნია ხახვი და ნიორი შემოიტანოს საქართველოში. ამაზეა ლაპარაკი, თორე წყალქვეშა ნავები და თქვათ მერსედეს ვერ გააკეთებს. ანუ საქართველოში რა პროდუქტი იწარმოება უნდა იყოს დაცული? რა თქმა უნდა, არა, უნდა ხელი ვერ დახურავ. შენ გინდა ვისკი გინდა გენაცვალე. კი ბატონო, გააქვს საშუალება დაადე აქციის შემოიტანე, ნუ მე ვთქვი ქართული კონიაკი მიჩვენე. იკითხებით პირდაპირ. თქვენ ასხავთ ლუდს. ხო. კარგი ლუდია, მაგრამ მირჩევნია ეს გერმანული. თქვენ გერმანულიათ ხო გერმანული. რა თქმა უნდა. არა, ახლა ჩესნად მითხარით, თქვენ ხო გერმანული ლუდი. ზოგიერთი შეიძლება მე ჩემი გემოვნება მაქვს. ზოგიერთი, მაგრამ ამავე დროს აი, ხო და ვამთავრებ. აბა, კი ბატონო, მე თქვენ ასხავთ ამ ლუდს, რომელიც კარგია, მაგრამ მე გერმანული მირჩევნია და ყველას ურჩევნია გერმანული ლუდი და ჩეხური. გერმანული ლუდი და ჩეხური მსოფლიოში ყველაზე კაი როიცევნია, მიჩევნია, რომ მქონდა სტიმული ვიშოვო ბევრი ფული და დავლიო ჩეხური ლუდი და ქართული ლუდი არ დავლიო. რა ვქნა ხა, რა გავაკეთე? მაგრამ როცა სახელმწიფო მეუნება რომ რახა შენ ჩეხური ლუდი გიყვარს რომ გადაიხადე ზედმეტი ფული რომ ქართული ლუდის წარმოებას დაეხმარეო, მომკალი და ამჯერა არ მინდა ეს. არა, შენ ახლა ცოტა გადაუხვია რეალობას და რატომ გეტყვი? ჩეხური ლუდი ძალიან კარგია, მსოფლიოში ყველაზე კარგია. კულტურა აქვს, გერმანულიც ერთ-ერთი საუკეთესოა, კი. მაგრამ ბევრს შენგან განსხვავებით ახალი ჩამოსხმული ლუდი, გუშინდელი ჩამოსხმული ლუდი, გუშინწინდელი. ეხლა ვარჩევ რომ ქართული როცა მოდის გერმანიიდან ლუდი, ეს მინიმუმ თვენახევარი უნდა ჩათვალოთ, ის უნდა იყოს დაკონსერვებული და უნდა შენახული იყოს და ნუ ცოცხალი არ არის რა. ხო, ნუ დავანებოთ მაგას თავი. ნავთობს ამობენ. კარგი. ბატონ გოგი, მე მინდა კითხოთ ასე ვთქვათ თქვენს პოლიტიკურ ხედვებზე, რომელიც აშკარად არ ემთხვევა ივანიშვილის კოალიციის გაცხადებულ დეკლარირებულ ხედვებს. თქვენ აცხადებთ, რომ არ მოუგწონთ, როდესაც ქართველი მეომარი ავღანეთში იბრძვის. არ ფიქრობთ, რომ იქ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიას ამყარებთ, რომ ნატოში სწრაფოამ დაღუპა ქვეყანა, რომ მოსკოვში დევს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების გასაღები. ანუ თქვენ ისევ ადასტურებთ, რომ ამ ყველაფერს ეს არის თქვენი მოსაზრებები. კითხვა საინტერესოა, მინდა 5 წუთი არ შემაწყვეტიოთ. კი ბატონო, ესე ჯობია რომ ვიჩხუბოთ. დავიწყოთ იმით, რომ ნამდვილად არა ვარ იმის მომხრე, რომ ქართველი ახალგაზრდები იღუპებოდნენ ავღანეთში. სადაც ხლა თუ თქვენ ვინმეს გონიათ, რომ ტალიბებს და პუშტუნებს დემოკრატიას უნერგავენ, ეს არის დიდარი ქვეყანა თავისებურად, სტრატეგიულად და ამიტომ მაგაზია ბრძოლა. დავანებოთ მაგას. ეხლა ლაპარაკობთ ნატოზე, ჩვენ და აი უყურეთ ცოტა აი განათლებულია ძალიან ეს პოლიტიკურად თქვენს ალბათ. ალბათ. ნატოს აქვს ერთი პირობა. ანუ წესი. თუ იმ ქვეყანაში უცხოური ჯარი დაბანაკებული ან დგას ის ქვეყანა ნატოში ვერ შევა. კარგი. გამონაკლისები ყოფილა. არა, არ ყოფილა გამონაკლისები. ეხლა ნახეთ რა ხდება, როგორ გვეუბნებიან. აბა შალო პოლიტიკურად განათლებული ხარ. დიახ, უყურეთ რა ხდება. ჩვენ გვაღიარა მსოფლიომ რაღაც 2-3 პატარა მიგდებული კუნძულის გარდა, რომ ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო. არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი არ არის გამოყოფილი ჩვენგან. დიახ. იქ ორივე აი ამ ანკლავში დგას უკვე რუსული ბაზა. ანუ ჩვენ თუ ნატოში უნდა შევიდეთ, ჩვენ დავთმოთ ეს ორი ჩვენი ძირძველი მიწა. ისე ვერ შეხვალ ნატოში. მაშინ უნდა აღიარო, რომ მე ამას თმობ და ნატოში მიმიღეთ. რომელი ჯობია? გამონაკლისები მაგას არა. გამონაკლისები როგორ არა ეს ტერიტორიულ მთლიანობა საქართველოს ცნობს ყველა ის ქვეყანა რომელიც ნატოს წევრია და შესაძლოა მიღება და შემდეგ კონფლიქტების მოგვარება დროთა ამ ტერიტორიაზე შენ გიდგას ჯარი სხვა ქვეყნის უკვე ჩააყენა რუსებმა ეგ ჯარი როგორ უნდა აღიარო მაშინ უნდა აღიარო მე ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ნატოსკენ სწრაფოა ჩვენთვის არის მიუღებელი თუ ჩვენ ნატოში ისედაც არ მიგვიღებენ არა დავიწყოთ აქედან რომ ნატოში აი ეს დანგრეული ბაზა რო იდგა ახალ ქალაქში თუ გახსოვთ თქვენ ის იყო ჯართი მაგრამ ის რო იდგა ნატოზე ლაპარაკი არ იყო როდესაც ეს ბაზა ჩვენ ესეთი ხმაური და იმით აქედან გავაძევეთ მაშინ გაიხსნა ნატოზე ლაპარაკი
აი ამას შემდეგება. ამიტომ ივანიშვილი ამბობს, რომ ნატო არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, მას იმ ორი აფხაზეთის და ოსეთის დათმობა უნდა ეგრეთ წოდოთ. ივანიშვილს ალბათ მეტი ინფორმაცია აქვს, იმიტომ რომ ძალიან კაი ურთიერთობა აქვს ელჩებთან. თქვენ ალბათ ნახეთ, რომ ყველა ელჩი მიდის მასთან და ძალიან კარგად საუბრობენ. ძალიან წინ დახედული კაცია. ალბათ მან რაღაცა იცოდა ჯერ არ აცხადებს. დავაცრო ჯერ შემოდგომამდე მაგას იმდენი ხიად გისაუბრიათ მასთან რომ ფიქრობთ რომ ტერიტორიული ასე ვთქვათ პრობლემების და ტერიტორიების დაბრუნების გასაღები არის მოსკოვში რომ პუტინი დღეს მსოფლიო სამეულში შედის იმიტომ რომ არის ძლიერი და პოლიტიკა არის ზოგადად ძალა რომ ავღანეთში არ უნდა იყოს ქართველი ჯარისკაცები ვინაიდან სწორედ კოალიციის განცხადება იყო რომ დიახ ავღანეთში უნდა იყოს ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენც ვთქვათ ამის ამას ვემხრობით. ანუ გამოდის რომ ერთ კოალიციაში არის ლიდერი, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოდ ფიქრობს და ასევე კოალიციის კიდევ ერთი წევრი, კონკრეტული პარტიის ლიდერი, რომელიც სულ სხვა მიმართულებით ფიქრობს. ვერ დაგეთანხმები და რატომ ეხლა გეტყვით? რა თქმა უნდა, არავის მე არ უთმობ, ძალიან კარგად მიკამათია ბიზნესთანაც, კიდევ ვიკამათებ, მაგრამ არის ერთი მომენტი. დღეს იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. აი უსულთან მდგევართ. სხვა გამოსავალი არ არის. შეიძლება მე რაღაცაში არ ვეთანხმები, თქვათ, იგივე კონსერვატორებს, თქვათ, რესპუბლიკელებს. ჩვენი ხედვა აქვს, რა მოხდა, პოლიტიკა ეგეთია. მაგრამ უნდა ყველაფერი გადავდოთ. დღეს დგევართ უსრულის წინ. უნდა ყველამ დავივიწყოთ და ერთი იდეა, რომ ეს ხელისუფლება როგორმე ჩავაცილოთ. ჩავაცილოთ. ჰა? ჩავაცილოთ, ეხლა თლად დაბლა ნუ გავა. არა, ნუ ახლა დაბლა. იცი რა არის? დემოკრატიას უცებ ხადაგებთ რაშია საქმე დემოკრატია წაგებენ თქვათ დემოკრატები ამერიკაში არჩევნებს მოვლენ რესპუბლიკელები ბუნებრივად მთელი გუნდი წავა და თუ რამე დანაშაულია გაკეთებული ობამას პასუხს მოთხოვენ ისინი მაკეინი გამგელებულია ხო ხედავთ როგორი მის ყველა მოთხოვს იგივეა დემოკრატია ეგ არის დავაშავე კი ბატონო, უნდა ვაგო პასუხი. მაგრამ მაინდა-მაინც მე ვიყო სულ და მაშინ მე გეუბნებით, როცა მიხეილ სააკაშვილი გამოთქვას პრეტენზიას, რომ გააგრძელოს. მაშინ პუტინს რომ დავცინით, რომ პუტინიზაცია ხდება, ისვლება, როკი კეთდება. რა ვთქვათ, ეს ჯერ კიდევ არ ვიცი. იგივეს არ აკეთებს. კარგი, თუ არ გოქვს ფუფუნება, რომ ასე ვთქვათ, ორიენტირების მიხედვით დავიყოთ და უფრო ვთქვათ, ერთად უნდა ვიყოთ, მაშინ რატომ არ არის ამ შემადგენლობაში თქვენ მაგათაც ძალიან კარგი აზრის ხართ ნინო ბურჯანაძეზე. დაგისვამ საკითხი, რატომ არ არის ვთქვათ, ამ მოძრაობაში ბურჯანაძეზე, თუ ვებრძვით, თუ სამტრო სასიცოცხლო ბრძოლა და თუ ყველა ერთად უნდა ვიყოთ? კარგი აზრის, გუშინად დავწერე, კარგი აზრისა ვარ მე. გუშინად დავწერე სხვა ჩვენს ალიაში მქონდა მე ნინოს ძალიან პატივსცემ კარგად ვარ ძალიან განათლებული ქალია მას გარკვეული ელექტორატი ყავს მაგრამ არ ეთანხმება იგივე ბიზნესთანაც ქონდა საუბარი სხვა შორის დღესაც ქონდა საუბარი ნუ ნინო თხოვლოს მაინდა-მაინც მიტინგებს და ქუჩაში გამოსვლას. ეს კაცი კატეგორიულად წინააღმდეგი ამის. თქვენ როგორ ფიქრობთ? ნინოს უკვე უნდა ქუჩაში გასვლა? უკეო? ნინო თავიდანვე ლაპარაკობს. ქუჩის გარეშე არ გამოვა. ხო, თუ ეს ამათ ისე ვერ მოვისწრებთ არჩევნებამდე უნდა ქუჩაში. ანუ ეს არის თავი განსხვავება, ორი პრინციპული სხვაობაა, ხო? ხლა ამას თავის სტრატეგიაა. ეხლა უნდა ბიზნესს რაც არ გიყვართ ხო ქუჩაში გასვლა? ხანდახან იძულებული ხარ, ხო? მაგრამ ქუჩაში გასვლა რა მოგვიტანა? ავიღოთ, აი, გინდას იგივე რუსეთი თქვა, ნაბალოტნაერო იყო იქ შეხვედრები, იქ სახაროვის მოედა. ნუ რა მოუტანა? ავიდა ის კაცი, და ჩვენთან ხერპლი მოყვა ამას, დიდი ხერპლი, ერთხელ, მეორედ. კიდე გავწიროთ ხალხი. იმიტომ რომ ამათ რა გზა მიგაჩნია თქვა გამართლება. აი მე მიმაჩნია ისაც ამბობს ბიზნეს, რატომ იცი? ბიზნეს ვებერთელა პოტენციალი აქვს. და აქ ერთი ძალიან დიდი უპირატესობა ყველას წინაშე. ესენი არ ტყუის, რასაც ლაპარაკობს ხალხმა იცის რომ გააკეთებს. 1 მილიარდს ჩადებს სოფლის მეურნეობაში პირველივე წელს. ხლა ჩვენი პრეზიდენტი რომ ლაპარაკობს რომ რამის ბირთვული არახს გავაკეთებო ამას ინკაცო იქ ქალაქს ავაშენებო 9 მილიონიან. ნუ აღარ ჯერავს ხალხს. ნუ ბოლო გამოსვლები თქვა იქ კახეთშიც გამოვიდა. ნუ ამისი ჯერავს და ხალხს ბოლო იმედი აქვს. ესე რატო უყურეთ? ბიზნეს შეიძლება რაღაცა არის ის სიტუაცია. ეხა ერთი ჩაკეტილი, ბოდიში ჩაკეტილი ცხოვრება შეცდომა. არის ის რეალობები რა. შეიძლება მე ბევრი არ მოწონს, ვინც მასთან გუნდშია დღეს. მაგრამ ვინმე არ მოგწონს? შეიძლება არ მომწონს. შეიძლება თუ არ მომწონს. არ მომწონს. დავანებოთ თავი კონკრეტიზაციას. იმას მოწონს, ყავდეს იმას, მაგრამ მე იმას ვეთქვი ჩემას ყოველთვის. მაგრამ ჩემთვის თავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ აი ამ
მდგომარეობიდან. ამას მხოლოდ ბიძინა შეძლებს. სხვა ჩვენ ცალკე ოპოზიციონერები, ფსევდოოპოზიციონერები, ვინ რასთან თამაშობს, ვისთან თამაშობს, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ვერც ერთი ერთადაც ვერ შეძლებს. ანუ შეიძლება ითქვას, ამ კაცმა შეაყანყალა. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ საგარეო თუ ეკონომიკურ პრინციპებს და ორიენტირებს ამ ერთობის მიზნით, ერთობის შენარჩუნების მიზნით გვერდზე წევ დროებით. ესე გახსენ პათუხს ძალიან ეკონომიკური პრინციპების ხედვა აბსოლუტურად ერთი გვაქვს მე და ბიზნეს. ხო, შეიძლება უფრო კარგი აქვს ვიღაცას, მაგრამ ჩვენ რაც გვისაუბრია, სოფელი, მრეწველობა და სხვადასხვა ეს ყველაფერზე ერთი გვაქვს. აქ ჩვენ ერთები პოზიცია გვაქვს. ნუ რაღაცები შეიძლება მე ჩემი მქონდეს, კაცო 15 17 წელი ვლაპარაკობ, რომ დაგვანგრევს ეს რჩეველები ჩვენი, რომელიც მიუღებელია ჩემთვის ერთი ამასთან კიდე უსმენდი კაცო ერთ-ერთი ექსპერტი გამოყავთ ბოლო ხანებში მელოტი ბიჭი გვალი თავხელიძე ვიცით ეგ გინა თუ არა სოფლის მეურნეობა არ უნდა ქონდეს ეს თქვა სხვათა შორის თუ ნაციონალურ მოძრაობა შემოთავაზებს სიაში ყოფნას ვიფიქრებო ამ წინათ არა იცი ეგ შეიძლება წამოგცდეს კაცი საქართველოში ცხოვრობ ღმერთის წყალობით გვაქვს საოცარი კლიმატი საოცარი იალაღები გვაქვს თქვა სუბტროპიკები გვაქვს ნუ რა არ უნდა მოვიდეს აკაცო დღეს ისრაელიდან მყავდა ბიზნესმენები უდაბნოში და უწყლო ქვეყანაში მოხდა ხო და ეგ შეკითხვა მაქვს ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ეხლა თქვენ ამ ბიზნესმენებს რო ხვდებით როგორც ბიზნესმენი ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაში შედიხართ და როგორ გამოდის ეხლა ეგ რა ბიზნესია ლაპარაკი უკვე სამწუხაროდ სასწავლო პოლიტიკური ბრძოლაა და მენეჯმენტს უნდა დაანებოთ თავი ჩემო კარგო მე ორი შვილი წამომეზარდა რომელსაც ერთმა უცხოეთში დაამთავრა მეორემ თბილისში დაამთავრა ძალიან კარგად მართავენ ჩვენ საქმეს შეც კარგად იცნობ და ნუ არაფერი შეკითხვა კიდე მე ხანდახან თუ რამეს მეკითხებიან წავა სერიოზული ზეწოლა ახლა თქვენს ბიზნესზეც იმიტომ რომ ხო გესმით არა აქამდე რაც იყო თქვენთვის იყავით პოლიტიკურად აქტიური არ იყავით ახლა სერიოზული პროექტის ნაწილი ხართ და გახსოვს რომ დარდუბალა გააკეთე კი მახსოვს შევარდნაც კარგად გახსოვს ძალიან კაი რაღაცა გააკეთე მაშინ არ მაწვებოდა კი მაშინ სასამართლოს ვერ ვიგებდი და ის როდესაც მართმევდნენ თქვა შეადარეთ ახლა მართლა ის და ეს შევარდნაძე შენი წყალობით რომ გავაცილეთ შევარდნაძე არა ის დრო გაცლებით დემოკრატიული იყო რა რა თქმა უნდა ამას გეუბნები შენი წყალობით რომ გავაცილეთ შეც მონაწილე მიიღე ბედნიერი ვიყავი მოვიდა ახალგაზრდა თაობა რაღაცა შეეცვლება რაღაცა ეხლა აი სანატრელი გაგვიხდა შევარდნაძე სანატრელი გაგვიხდა აბა რა ვქნათ აი ეხლა მაშინ რა შეასაქმე მე გეტყვით როდესაც დემოკრატიულ სამყაროში ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ხო? ანუ ხელისუფლება ვალდებულია, რომ ხალხის წინაშე იყოს აგოს პასუხი. ან მოატყუოს ხანდახან პიარი გააკეთოს ვალდებულება აქვს. მე ამირჩე მე უნდა შენზე ვიზრუნო. კი. ეს ჩვენთან ტოტალიტარული რეჟიმი გონიათ ხალხს. ჩვენთან სხვა რამეა. ჩვენთან ტირანია უკვე ხალხმა ამ თავრობამ დღეს აიღო ერთადერთი გეზი დაშინება ეს პატიმრების დაშინება რაიონებში რა ხდება თქვენ ესე იგი დაშინებაზე რო ბიზნესმენების დაშინება რომელსაც თქვენ რომლის გამოფხიზლებასაც თქვენ ცდილობდით რა თქმა უნდა გამოგივიდათ რეჟისი გამოფხიზლება გინდოდათ რაღაც რა თქმა უნდა მაგრამ ნუ შეშინებულია აი მაგას ვამბობ ეგად დაშინება როცა დაშინებით გინდა შეინარჩუნო ეს უკვე ტირანია ამ პირობებში როგორ არჩევნებს ელოდებით თქვენ ამბობდით რომ ივანიშვილი ისეთ სერიოზული ფიგურაა რომ ისე აღარ იქნება როგორც წინა არჩევნებსეო თავადაც რას ამბობს საინტერესოა დღეს შევხვდიოთ თქვით კი ბატონო თავადაც არის ძალიან წნარად ძალიან გააზრებულია ყველაფერი რაში ჩაება ეხლა არ არის უბრალო კაცი ბიზნესები ან რაღაცა რომ ვერ გათვალოს კარგად, ნუ გენიალური ეკონომისტია ხო? მეახცია ამას ხო? პოლიტიკოსი. დავა არღის მაგ. არ არის მაგ თემაზე. ეხლა უყურეთ, კაცი მოდის და თქვენ როგორ გონიათ ხო? სხვა ბევრი ოლიგარხი ვიცი ეს ჩუმი ესეთი ოლიგარხი რუსეთში, რომელიც აქედან წავიდა, ვიში უშარლოთ ჭუბერიდან გადავიდა, ტუმენში ვიცი, ვოლგოგრადში ვიცი, იგვე. აი, ნიჭიერია ხალხი. წავიდა 15 წლის წინ უნიფხოდ ბოდიში თქვენთან და ის არის მილიონერები გახდა ოლიგარქია რა თითქმის რა ეხლა ბიზინა აწყობილი ცხოვრება აქვს ხო ესე იგი იქ პარიზის სასახლე თქვა ის ამან მოდის აქ
წამოვა 7 მილიარდის თუ 5 მილიარდის ფონდი კაცი წამოვა აქ ამ საგიჟეთში. გამოდოს ყველა საინტერესებს. თქვენ თვითონ პირადად მილიონერი ბრძანდებით, ბევრი ფული გაქვთ. ხალხს საინტერესებს. ხო, ფულზე არ არის. ფულის არ მაქვს. არა, ფულის არ მაქვს, არ გინდათ, ეხა ძალიან გთხოვთ. ჩვენ ვიცით ივანიშვილის რამდენი აქვს და თქვენ რამდენი? შენ გონია ბილ გეიტს ბევრი ფული აქვს? იმას ხო, ნუ თქვენი კოლეგები არა, ხო და აქტივები რა. ხო, დამითვალეთ 3 წლის წინ რომ 50 მილიონი მაქვს, თქვენ დამითვალეთ. გაზეთში დამითვალე, არა, თქვენ კი არა, გაზეთში დათვალეს. ჯორჯიან თაიმსი რომ აქვეყნებდა რაღაცა. ეხლა ძალიან ცოტა გადამწყვეტ. რამდენი? საჯარო უნდა იყოს. ვერ დავთვლი, საჯარო ხო აკეთები. ხო და მითხარით რა პრობლემაა? ვიცით ბიზნეს რამდენი? მოდი დავით. რამდენი ფული აქვს? დავით. ნათია მოგელაძეს დაველოდოთ. არა. მოდი დავთვალოთ. დავიწყოთ ქარხნები. შენ დავთვალე, შენ კარგად. 10 მილიონი. თუ და სუდა არ უნდა ამას. აზბეგის ორი ქარხანა რუსთავი თბილისში. რაღის თქვენ როგორ გონიათ? რა ვიცი მე ხა. ნუ როცა იდგა საკითხი რუსთავი 30 მილიონი ევრო დავაფასეთ ჩვენ. ეხლა ეგ გასაგებია. ბრენდი და ისო. ეხლა რა გონიათ 30 მილიონი ევრო? ბრენდი და ქარხანა. აუდიტი რამდენს დააფასებდა? თქვენ რა დააფასეთ ეგ ვიცით? აუდი არა გენაც. რატო იცი? რა თქვია, რატო ვიფლი? კაც საჯარო კაცია და პარტიულ ბრძოლაში რამდენს ჩადებს გაინტერესებს? ეგეც საინტერესოა, რა თქმა უნდა. შენ რა გინდა პროვოკაციას მიგდებ? ჩავდო და უნდა დაგვიჭირო. არა, პროვოკატორია, ხედა. კანონიერად ჩადებ, არ დაგიჭირე. ამათთან კანონი არ არსებობს. აი მითხარი, როგორ უნდა ჩადო კანონიერად? შენ თუ უყურებ და ძალიან კარგად ანალიზი. საეთერო ამბავი არ არის და რატო გავიაროთ? ჩუმი და შავბნელი საქმეები მე საკეთებ. როგორ უნდა? არა, იქ გისმენენ და მართლა დაგვიჭერენ. შენ დაიჭერენ, მე დამშვენ თქვენ სტეგანები. არა, კი, მაგრამ დიდი მადლობა თქვენ. მეორე ძალიან გთხოვთ რომ დამებარეთ იმ დროს რა. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ და გულწრფელად გეუბნებით წარმატებას გისურვებთ. ძალიან გამიხარდებათ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი გოგი თოფაძე იყო ჩვენი სტუმარი. კარგად ვზანდებოდეთ, შეხვდებით ერთმანეთს. სხვა 19 წელზე 00 წუთი. მადლობა.